ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმება რატიფიცირებულია. ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას ევროპარლამენტში 623 დეპუტატი ესწრებოდა. მათგან რატიფიცირებას მხარი 490-მა დაუჭირა, 76 წინააღმდეგი წავიდა, ხოლო 57-მა თავი შეიკავა. ევროპარლამენტის სესიას საქართველოს მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები ესწრებოდნენ. გიორგი მარგველაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ ევროპა საქართველოსთან ერთად უფრო დაცული და განვითარებული იქნება. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება შეაფასეს საქართველოშიც. პარლამენტის წევრებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირთან დაახლოების შემდგომ გზაზე წარმატების მისაღწევად უფრო მეტი მუშაობა იქნება საჭირო. მე მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მიულოცო დღევანდელი რეზოლუციის მიღება, რადგან ეს რეზოლუცია საქართველოს უფრო ახლოს აყენებს ევროპის კავშირთან. მე მინდა ასევე ჩვენ ევროპელ კოლეგებს, ევროპელებს მიულოცო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ევროპა ბევრად უფრო დაცული, ბევრად უფრო განვითარებული, ბევრად უფრო დიდი პერსპექტივის მქონე რეგიონია საქართველოსთან ერთად, მე ეს მჯერა. ამით იწყება ძალიან დიდი რეფორმები, ძალიან დიდი სამუშაო, რომელიც ხელისუფლებამ ყველამ ერთად უნდა განვახორციელოთ საიმისოთ, რომ თითოეულ მოქალაქემდე მივიდეს ის სიკეთე, რაც მოაქვს ასოცირების ხელშეკრულებას. Thank you.